გადამთიელები ხო არა ქართველები უთქმელათა სხვა. ქართული სუფრის აზათი სიტყვა პასუხშია. გასავით მაგარი ვარ, ვერ შემაშინებ. ეგრე არ დარჩეთ ხალხნო. ვერაფერი ვერ გავიგე. მაგრამ მზიგარი ხარ. ეპიცემით კაცობას. არაფერს არ მეშინია, მეშინია ერთის. როგორ გაგრძელდება ცხოვრება ჩემშემ. სამოცი წელი სცენაზე და 80-ზე მეტი სახასიათო როლი კინოსა და თეატრში გივი ბერიკაშვილი გარდაიცვალა. შესანიშნავი ადამიანი, შესანიშნავი მსახიობი, შესანიშნავი რესპონდენტი, ვიზიარებ მწუხარებას და ვუთანაგრძნობთ სრულიად ქვეყანას და მის ოჯახს. ის იღბლიანი მსახიობი იყო, რეჟისორებს მასთან მუშაობა მოსწონდათ, ხალხს ის უყვარდა, მაყურებელი მას ტაში და ოვაციებით ანებივრებდა. გივის გარეშე საქართველო ალბათ ძალიან მოწყენილი იქნება. არ მინდა სიკვდილი და თუ მოუკვდები ოდესმე, იმედი მაქვს იქ ერთი თეატრი გახსნილი ექნება ჩემებს და დამასაქმებენ. ეს გივი ბერიკაშვილის ხუმრობა ნარევის სიტყვებია. თქვენ უყურებთ რეაქციას, რომელსაც ყოველ სამშაბათს და პარასკევს წარმოგიდგენთ მე, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია. საქართველო ლეგენდარულ გივი ბერიკაშვილის ემშვიდობება. თუმცა დღეს ირკვევა, რომ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მას სახელმწიფო მრავალწლიანი ღვაწლი იმით დაუფასა, რომ ხელფასი შეუმცირა. მასთან ერთად ხელფასები ჩამოაჭრეს მარჯანიშვილის თეატრის ისეთ მსახიობებს, როგორებიც არიან ლეო ანთაძე, თამარ სხირტლაძე, თენგიზ არჩვაძე, ნოდარ მგალობლიშვილმაკი პროტესტის ნიშნად თეატრი საერთოდ დატოვა. ქვეყანა, სადაც კინოსა და თეატრის ცოცხალ ვარსკვლავებს მიზერულ ხელფასებს უხდიან, გარდაცვლილებს კი 1,300,000-ად მახათას მთაზე ახალ პანთეონს უმზადებენ. რა დუნდათ ვარსკვლავებს მილიონიანი პანთეონი, თუ სიცოცხლეში საარსებო თანხები არ ექნებათ, ან უნდა შიოდეთ თუ არა სცენის ვარსკვლავებს, როცა მაგალითად აეროსმიტის ჩამოსაყვანად ქვეყანა 5 მილიონს დახარჯავს. არტისტები გაფიცვაზე ალაპარაკდნენ დღეს რეაქციაში, წარმოგიდგენთ. პრეზიდენტის პირდაპირ არჩევა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სავარაუდოდ აღარ შეგვეძლება. გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო გამოსვლის შემდეგ მმართველმა გუნდმა ჩვენი ინფორმაციით გადაწყვეტილება უკვე მიიღო. 2018-ში უკვე შეცვლილი წესი დავიწყო. ზოგადად ჯერჯერობით ნორაფერს გამორიცხა სუბიექტურად. იქნებოდა იმის მომხრე, რომ მომავალ წელს გადავიდეთ უკვე არაპირდაპირ არჩევნებზე. პარლამენტის თავმჯდომარე გიორგი მარგველაშვილს ოპოზიციასთან ფარულ გარიგებასა და შეთქმულებაში ადანაშაულებს. ვინ იყვნენ ის პარტიები, ვისთანაც იგი ამ ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებდა? საუბარია ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიებზე და საუბარია ყველაზე მსხვილ არასამთავრობო ორგანიზაციებზე. ქართული ოცნებისთვის ქვეყნის პრეზიდენტი ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირშია ეჭვმიტანილი. პარლამენტის თავმჯდომარის ინტერვიუ დღეს რეაქციაში საღამოს 8-ზე რა ინფორმაციას ფლობს ოპოზიციასთან მარგველაშვილის ურთიერთობაზე. დგას თუ არა ოცნების თავდასხმების უკან ბიძინა ივანიშვილი, ვის ამზადებს სახელისუფლებო გუნდი მომავალ პრეზიდენტად და როგორი უნდა იყოს იგი? ეს არ უნდა იყოს პოლიტიკური ფიგურა, უნდა იყოს საზოგადო მოღვაწის ტიპის, ასე ვთქვათ, ადამიანი პრეზიდენტი. ერთ მშვენიერ დღეს უარ შეიძლება უცებ აი გაწონასწორებული აკადემიური, როცა ამბობ, რომ მართლა ვახტანგ ხმალაძე იყოს. რას ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე კახი კალაძის მერობაზე, გიორგი კვირიკაშვილის ჩანაცვლებაზე, გიორგი გახარიათი, დაგეგმილ სამთავრობო ცვლილებებზე, სასამართლოზე, მედიაზე, დღეს საღამოს 8-ზე პარლამენტის თავმჯდომარის რეაქცია და საინტერესო ინტერვიუ მთავარ პოლიტიკურ თემებზე. მამა ჩემი ოთახთან ჩავივли და ხალხო მოთქავს და როგორია როლს მუშაობს რეპეტიციებს და რომ მიხვდები რომ რეპეტიციებს ჩუმად ტირის ვარავინ არ გაიგოს რომ რა დავაშავე ასეთი სიბერი რომ აქვს. კიდევ ერთი ძალიან დიდი მნიშვნელოვანი საკითხია. ყველანი ვიჭერთ თუ არა ამ გამარჯვებას. მოვიჭერთ, მაგრამ თუ ყველა მოიჭერს და რამდენს მოიჭერს. ზოგს მოსაჭერი ადგილი აქვს, ზოგს არა.
ძალიან სამწუხაროა, როცა ისეთი დონის ვარსკვლავი თეატრისა და კინოს ვარსკვლავი, როგორც სურა ყიფშიძეა, დღეს დარბის იმაზე, რომ ორი კაპიკი იშოვოს და სახლში შეიტანოს. რატომ დაუპირისპირდე მსახიობები კულტურის სამინისტროს არტისტები გაფიცვებს აანონსებენ, რამდენად დაფასებულები არიან ქვეყანაში ხელოვნების წარმომადგენლები, რატომ შეუმცირა სახელმწიფო მსახიობებს ისედაც მწირი ხელფასები. მზად ვარ თუნდაც გაფიცვისთვის და ეს გაფიცვის ფორმა იქნება ის, რომ მე უარს ვიტყვი პირველ რიგში პროფესიაზე და შემდეგ გადავინაცვლებ იმ კონკრეტულ ადამიანების რიგებში, საიდანაც უნდა ვფიქრობ ხელისუფლებას ძალიან დიდი გაფრთხილების შემდეგ უნდა ეშინოდეს. დღეს რეაქციაში საკუთარი სიტყვით, საკუთარი სათქმელით, საკუთარი სატკივარით, საკუთარი რეაქციით ქართველი არტისტები 21 საუკუნის საქართველოს და დაუფასებელი მსახიობები. ვიშიმშილებ, არ ვიცი, ისე ვიშიმშილობ, მეტი რა ვიშიმშილო, ზედ მეტი ხრელი გაუგეთე ქამას, ამაზე მეტი რა მოვიჭირო და მაგათ ღიპები ეძებნათ. აი სამი ლარი მიდევ ჯიბეში. ამბობენ ყველაფერი წინ მიდის, რა ვიცი, მე ვერ უზნებ რა მიდის წინ და ვიღაცისთვის შევა მიდის, ვინც ჩინოვნიკია, რა ვიცი. მაშასე დავიწყოთ მაშინ როცა არაერთი წარმატებული მსახიობი ელემენტარულ საარსებო მინიმუმს ითხოვს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ათეულობით მილიონი ლარი უცხოელი ვარსკვლავების კონცერტებში იხარჯება. ქართველ არტისტებს საარსებო თანხები არ გააჩნიათ და მარტო ერთ კონცერტში სახელმწიფო მილიონებს იხდეს. დღეს რეაქციაში გადაცემის მეორე ნაწილში სტუმრად იქნებიან თამარ სხირტლაძე, ნანა ფაჩუაშვილი, ქეთი დოლიძე, დავით საყვარელიძე, გიორგი ყიფშიძე, ანრი ბიბინეიშვილი, მერაბ ჭიქაშვილი, და გულიაშვილი და ასევე კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე. სიღარიბიდან პანთეონამდე არტისტების გზა. ჩვენ გადაცემის მეორე ნაწილში ვისაუბრებთ ამ თემაზე. ახლა კი მთავარი პოლიტიკური თემა. რამდენიმე წუთში ინტერვიუ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტს ოპოზიციასთან გარიგებასა და შეთქმულებაში ადანაშაულებს. კონსტიტუციის სხვა დაგეგმილ ცვლილებებზე, ოჯახის თემაზე, პარლამენტის ადგილმდებარეობაზე, საარჩევნო ბარიერსა და ასე შემდეგ. ოცნების პოზიცია უკვე კარგად ცნობილია, ამიტომ ჩვენ ირაკლი კობახიძესთან ინტერვიუში შევეცადეთ დეტალურად გაგვერკვია, რატომ ადანაშაულებს ხელისუფლება გიორგი მარგველაშვილის ოპოზიციასთან ფარულ გარიგებაში პარლამენტის თავმჯდომარე ქვეყნის პრეზიდენტის წინააღმდეგ. ჩვენი ინფორმაციით გადაწყვეტილება მიღებულია და პრეზიდენტის არჩევნები 2018-ისთვის პირდაპირი წესით სავარაუდოდ აღარ მოხდება. და აქვე ჩვენი ინტერაქტივი, როგორია თქვენი პოზიცია? პრეზიდენტს უნდა ირჩევდეს ხალხი თუ გამარჯვებული გუნდი? აი არა ის კვლევებში სურათი ასეთი იყო, პრეზიდენტს პირდაპირ წესით ხალხი უნდა ირჩევდეს, ამბობდა 92% და თუმცა აი არა ის კვლევებს არ ეთანხმება თითქმის არც ერთი პოლიტიკური პარტია და ამიტომაც გთავაზობთ, მოდით აქ ჩავატაროთ ამ თემაზე მინი გამოკითხვა. მე მივესალმები პარლამენტის თავმჯდომარეს, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი. მადლობა ბატონო ირაკლი, ერთი რამ უნდა ვთქვა, იშვიათად რასაც ვამბობ ხოლმე რესპონდენტებთან, დაბრძანდით გთხოვთ. მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ხართ ასეთ კომუნიკაციაში მედიასთან. მე პირადად არასოდეს არ მქონია პრობლემა, რომ თუნდაც მწვავე კითხვებზე მიმეღოთ თქვენი პასუხები. დაბრძანდით. მე მინდა თქვენთან საუბარი დავიწყოს სწორედ იმ თემით, რა თემაზეც ეხლა ვსაუბრობდი, ვიდრე თქვენ შემოგძანდებოდით სტუდიაში. თქვენ არაობიექტურად შეაფასეთ საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა ქვეყნის პარლამენტში და მაინტერესებს რა იყო არარეალური, რა იყო არაობიექტური პრეზიდენტის გამოსვლაში, მაშინ როდესაც იგი საუბრობდა ძალიან მწვავე თემებზე, საუბრობდა ეკონომიკურ, სოციალურ პრობლემებზე, საუბრობდა ქუჩაში მყოფ ღარიბ ადამიანებზე, უმწეო მოხუცებზე, გნებავთ იგივე სასამართლო კრიზისზე, მედიაზე და თუნდაც იმაზე, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომელიც თქვენ გიჭირავთ ხელში, წარმოადგენს ქვეყნის
ქვეყნისთვის ერთგვარ საფრთხედ და ყველაზე მთავარი, რომ თქვენი გუნდი ჩაიკეტა და მას აღარ ესმის ხალხის ხმა. რა სიტყვით პირველი ძალიან ზოგადი თქვენი პასუხი და შემდეგ მინდა რომ დეტალური პასუხები მოვისმინოთ. რა იყო მარგველაშვილის გამოსვლაში ობიექტურობას აცდენილი? პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. მადლობა თქვენ მონაწილეობისთვის. ტელემაყურებელს. რაც შეეხება პრეზიდენტის გამოსვლის შეფასებას, ეს არ იყო მხოლოდ ჩემი შეფასება, ეს იყო არაერთი ადამიანის შეფასება, რომელმაც გამოთქვა საკუთარი მოსაზრება პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით, რაც შეეხება ობიექტურობას, არაობიექტური იყო მთლიანად ის სურათი, რომელიც იქნა წარმოჩენილი. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გავუბრბივართ ზოგადად სირთულეებზე საუბარს, პრობლემებზე საუბარს, პრობლემები არის უამრავი ჩვენ ქვეყანაში, ბუნებრივია ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დაგვხვდა ჩვენ 2012 წელს, როცა გადმოიბარეთ ხელისუფლება, ამაზე საუბარს არათუ არ გავუბრბივართ, პირიქით ვართ მონდომებული, რომ მაქსიმალურად გახსნილი ვიყოთ იმისათვის, რომ ყველა ეს პრობლემა დავძლიოთ, რომელიც ჩვენ მოქალაქეებს აწუხებს. აქედან გამომდინარე, პრობლემებზე უნდა ვისაუბროთ ყველამ, უნდა ისაუბროს პრეზიდენტმა, უნდა ისაუბროს საპარლამენტო უმრავლესობამ, თუმცა საერთო სურათი უნდა წარმოაჩინოთ ობიექტურად. მათ შორის პრობლემების მიზეზები, სირთულეების მიზეზებიც უნდა იყოს ობიექტურად წარმოჩენილი. რაც შეეხება პრეზიდენტის გამოსვლას, იყო მთლიანად შეფასება ცალმხრივი, ეს შეიძლება ითქვას და აქედან გამომდინარე ობიექტურად გასცდა ის განცდა, რომელსაც ჩვენ ვსაუბრობდით პრეზიდენტის გამოსვლის შეფასების დროს. მე, როდესაც ჩემი მოხსენებით გამოვედი პარლამენტის წინაშე, ყურადღებით გავეცანი მე თქვენ სიტყვას და სწორედ აქედან გამომდინარე მექნება ბევრი შეკითხვა. შეფასება იყო ცალმხრივი, საბოლოო სიტყვაშიც შეფასება იყო სამწუხაროდ ცალმხრივი, ეს იყო საერთო განცდა. ჩვენ გასელოდით და რა მოისმინეთ იმედგაცრუებების ერთადერთი საფუძველი შეიძლება იყოს რა პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციით არის აღჭურვილი არბიტრის ფუნქციით, არ უნდა იყოს მხარე და ის სამხრივად არ უნდა ასე თქვათ გვასწვდიდეს ინფორმაციას იმ მოვლენების თაობაზე, რომელიც ვითარდება ქვეყანაში, სუბიექტური შეიძლება იყოს ოპოზიცია, ოპოზიციური პარტიები, ოპონენტები, ეს მათი საქმეა კრიტიკა ოპოზიციის გადმოსახედიდან და მათ სუბიექტურობის უფლებაც აქვს, თუმცა პრეზიდენტს აქვს სხვა როლი ჩვენი კონსტიტუციით მინიჭებული, პრეზიდენტი უნდა იყოს არბიტრი და პრეზიდენტი ვერ შევა იმ როლში, რომელიც აქვს დაუშვათ სპორტული მაგალითი რომ მოვიყვანოთ საინტერესო ერთი რამ არის მე ცოტა მოგვიანებით მინდოდა ეს კითხვა რომ დამესვა პრეზიდენტთან დაკავშირებით მინდოდა მეკითხა ცოტა გვიან ასეთი რამ ვინ დაინახეთ თქვენ ტრიბუნასთან ქვეყნის პრეზიდენტი თუ დაუშვათ ოპოზიციის მომავალი შეიძლება ითქვას ლიდერი მაგრამ ეხლა თქვენ თავადვე აღნიშნეთ რომ პრეზიდენტი იყო მხარე რა განცდა დაგჭათ მას თუ ფიქრობთ რომ ის იყო მხარე ვისი მხარე იყო ქვეყნის პრეზიდენტი მე ამაზე ყურადღება გამომიხვილა ჩემ გამოსვლაშიც პარლამენტში. რეალურად საერთო განცდა გვაქვს ისეთი, რომ პრეზიდენტი გარკვეული, ასე ვთქვათ, ტენდენციურობით გამოირჩევა პოლიტიკურ პროცესში, რაც არ შეესაბამება მის კონსტიტუციურ როლს, ის უნდა იყოს ზეპარტიული, ნეიტრალური არბიტრი, ეს არის მისი კონსტიტუციური როლი. გვაქვს ასეთი სურათი, არის გარკვეული ტენდენცია, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი რაღაცნაირად მონაწილეობს პოლიტიკური პროცესის დაყოფაში, ორ ბანაკად დაყოფაში პოლიტიკური სპექტრის. ჩვენ საერთოდ სხვა გამოწვევის წინაშე დგავართ დღეს. ჩვენი ამოცანა გამოწვევა არის კონსოლიდაცია პოლიტიკური სისტემის. პარტიული სისტემის კონსოლიდაცია და პარტიული სისტემის ინსტიტუციონალიზაცია. ამისათვის ვაკეთებ ჩვენ პარლამენტში ყველაფერს, მიუხედავად იმ ძალიან მძიმე ფონისა, რომელიც იყო არჩევნების წინ, მიუხედავად აგრესიული კამპანიისა, პოლარიზაციის მაღალი ხარისხისა, ამის მიუხედავად ჩვენ გვაქვს სახელმწიფოებრივი ამოცანა, სახელმწიფოებრივი მიზანი და ჩვენ პარლამენტში ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ მოხდეს იმ სპექტრის კონსოლიდაცია, რომელიც არის ჩამოყალიბებული პარლამენტში თუ პარლამენტის გარშემო საუბარი არასაპარლამენტო ოპოზიციაზეც. ამ პირობებში ჩვენ საპირისპირო ასე ვთქვათ, ტენდენციასთან გვაქვს საქმე, როდესაც ვაკვირდებით პრეზიდენტის საქმიანობას, რეალურად ასეთი ნიშნები გაყოფის
პოლიტიკური სისტემის ორბანაკად ხელოვნურად დაყოფის ნიშნები აშკარად შეიმჩნევა პრეზიდენტის საქმიანობაში და იმედს ვიტოვებ, რომ სამომავლოდ პროცესები სხვანაირად განვითარდება. პარლამენტის რეალობიდან თუ გამოვალთ, ბატონო ირაკლი, ანუ არის ქართული ოცნება საკონსტიტუციო უმრავლესობით, არის პატრიოტთა ალიანსი მცირე ფრაქციი და ძალიან დიდი ჯგუფი ოპოზიციის არის ორად გაყოფილი ყოფილი ნაციონალური მოძრაობა. ეხლა მე თქვენს ლოგიკაში თუ წამოყვებით, ანუ უნდა დავასკვნა, რომ თქვენ ფიქრობთ, რომ მარგველაშვილი ნაციონალური მოძრაობის ან მათი განაყოფების მხარეს არის გადახრილი? კლიანად, ანუ საუბარია ორ ბანაკზე და მეორე ბანაკში, რა თქმა უნდა, თავარძალად ჯერ კიდევ მოიაზრება ის სუბიექტი, რომელიც ყველაზე ასე ვთქვათ, დიდი რაოდენობით არის წარმოადგენილი საქართველოს პარლამენტში, რომელსაც აქვს საკუთარი მედია რესურსი და რომელსაც აქვს ყველაზე მეტი ფინანსური რესურსი ოპოზიციაში. ეს არის, რა თქმა უნდა, ნაციონალური მოძრაობა თავისი ორი დანაყოფით. განაციონალ და თუ რა შეფასებას მივცემთ, ფაქტი კიდევ ერთია, რომ ორ ბანაკად გაყოფაზეა საუბარი და პრეზიდენტი ცდილობს, რომ რაღაცნაირად თვითონ ასე ვთქვათ, წარმართოს ის პროცესები, რომელიც დაკავშირებულია ამ მეორე ფრთის, მეორე პოლუსის კონსოლიდაციასთან. ეს არის საერთო სურათი და შესაბამისად, იკვეთება, რა თქმა უნდა, პირდაპირი კავშირები პრეზიდენტსა და შესაბამის პოლიტიკურ სუბიექტებს შორის. ეს დაფარული არც არის ამ პროცესებს ჩვენ ყველა ღიად ვაგვირდებით. იკვეთება ეს პროცესები. მაშინ აქვე დაგისვათ ერთ კითხვას. ჩვენ თუ დავაგვირდებით მიმდინარე პროცესებს, ეს კავშირები აბსოლუტურად აშკარად იკვეთება. ღია კავშირები მარგველაშვილსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის. მაშინ აქვე უნდა დაგისვათ ერთი ასეთი კითხვა. თქვენ ბძანეთ თუ არ ვწდებით თქვენს გამოსვლაში, რომ გაქვთ ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის კარზე ხდება გარკვეულ არასამთავრობოებთან და პოლიტიკურ პარტიებთან ერთგვარი მოლაპარაკებები იმისათვის, რომ მათ დატოვონ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე კომისია, რომლის თავმჯდომარე ბრძანდებით თქვენ. ანუ პრეზიდენტის კარზე რაღაც პოლიტიკურ შეთქმულებას აქვს ადგილი და რომელ პარტიებს და არასამთავრობოებს ხვდება პრეზიდენტი ჭუმად, ასე ვთქვათ. ხო, როდესაც 10-მდე სუბიექტს ხვდები და გადიხარ კონსულტაციებს კომისიასთან დაკავშირებით, კომისიის დატოვებასთან დაკავშირებით, ბუნებრივია გამორიცხულია ჩვენნაირ მცირე ქვეყანაში, რომ ასეთმა ინფორმაციამ გარეთ არ გაშონოს. და რეალურად ასე ხდება ჩვენს რეალობაში. ეს არის ის ინფორმაცია, რომელიც მე მაქვს ამ პროცესებთან დაკავშირებით და ამას თავი რო დავანებოთ, ანუ იმ პროცესებს, რომლებიც სავარაუდოდ კულისებში ვითარდება, ღიად წარიმართება და პირისპირება, პრეზიდენტი ღიად უპირისპირდება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას და ეს არაერთხელ გაკეთდა სხვადასხვა ფორმით. ის კამპანიაც, რომელიც წამოიწყო პრეზიდენტმა, არის კომისიის წინააღმდეგ ბუნებრივია მიმართული, ანუ მან არაერთხელ განაცხადა, მათ შორის გუშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი საუბრობდა ნეგატიურ კონტექსტში კომისიაზე, რომ ჩვენ თითქოს საერთოდ არ გვიფიქრია ისეთ საკითხებზე, რომლებიც დაისვა პრეზიდენტის მიერ გამართული შეხვედრების დროს და ეს შემდეგ. პირდაპირი კამპანია წარიმართება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წინააღმდეგ და ყველაფერს რო თავი დავანებოთ, უკვე რამდენიმე თვეა მუშაობს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია და დღემდე პრეზიდენტის არც ერთი წარმომადგენელი არ მონაწილეობს კომისიის მუშაობაში. ხო, იმიტომ რომ იგი შეურაცხყოფილად გრძნობს თავს აქ ამ სტუდიაში იჯდა გიორგი მარგველაშვილი დაახლოებით 3 კვირის წინ და იგი საუბრობდა იმაზე, რომ არავინ არ მისცა მას იმის საშუალება, რომ მართლა ჩართულიყო ამ საკონსტიტუციო კომისიაში, იმიტომ რომ უარი უთხრეს მის მიერ წამოსულ წინადადებაზე. ამაზე მე ბევრი უნდა ვისაუბრო თქვენთან, მაგრამ მანამდე ერთხელ კიდევ შევეცდები უფრო კონკრეტული პასუხი მივიღო თქვენგან. თქვენ ბძანეთ, რომ შეუძლებელია, როცა იქ ვიღაცებს ხვდება პრეზიდენტი თავის კარზე, ინფორმაციამ არ გამოჟონოსო. ანუ ეს იყო რაღაც ერთგვარი ჩუმი, შეთქმულება სხვა პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრები და ამ ინფორმაციამ გამოჟონა და ვინ იყვნენ ის პარტიები, ვისთანაც იგი ამ ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებდა, შეგიძლიათ მითხრათ? ეს იყო არაერთი პარტია, ჩემი ინფორმაციით და არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, საუბარია ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიებზე და საუბარია ყველაზე მსხვილ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებთანაც ჰქონდა შეხვედრა, ჩემი ინფორმაციით, პრეზიდენტს. ეს არის კიდევ ერთხელ კულისებთან დაკავშირებით, რაც გვაქვს ჩემი ინფორმაცია, დარჩენ უკვე ღიად ვიცით ჩვენ ყველამ, რომ პრეზიდენტი აწარმოებს კამპანიას კომისიის წინააღმდეგ, მათ შორის კონკრეტული გადაწყვეტილების წინააღმდეგ. აბსოლუტურად არასწორი ფორმით მიეწოდება მოსახლეობას ინფორმაცია პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით, საუბარია იმაზე, რომ თითქოს ვიღაც ართმევს ხალხს პრეზიდენტის არჩევის უფლებას, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება
კონკრეტულ გადაწყვეტილებას, არაპირდაპირი წესით პრეზიდენტის არჩევის გადაწყვეტილებას დავარქვათ ჩვენ წართმევა. რატომ არ არის წართმევა? მოდით შევეცდები რაღაც ოპონირება გაგიწიოთ ერთგვარი. აი რა სხვაობა მითხარით? აი რა ის ბოლო კვლევებში მაგალითად 92% მოსახლეობის ამ კვლევებში პასუხობს, რომ ქვეყნის პრეზიდენტი უნდა იყოს პირდაპირი წესით არჩეული. თქვენ ფლობთ საკონსტიტუციო უმრავლესობას. ანუ ყველა შემთხვევაში თქვენ უნიშნავთ თუ არა იმ ადამიანს ქვეყანას პრეზიდენტად, ვინც გაწყობთ თქვენ. რატომ არ უნდა გქონდეს ხალხს უფლება თავისით აირჩიოს თავისთვის სასურველი პრეზიდენტი, თუნდაც იგი არ იყოს ამ გუნდის წევრი. აი მაგალითად მარგველაშვილი, რომელიც ღია ოპოზიციაშია აშკარად ქართულ ოცნებასთან. თუ ეს არის მოქალაქეების სურვილი. ჩვენ გვესმის ხშირად ძალიან ზედაპირული მსჯელობა პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით. ამ დროს სიღრმეში უნდა შევიდეს ჩვენ, როდესაც კომისიაში განვიხილავთ ამ საკითხს, ჩვენ შევდივართ სიღრმეში და გვაქვს კონკრეტული არგუმენტები, არაერთი არგუმენტი, რომელიც მეტყველებს იმაზე, რომ ამ სისტემაში უმჯობესია პრეზიდენტი იყოს არაპირდაპირი წესით არჩეული. მათ შორის იმის გამოსარიცხადაც, რაც თქვენ აღნიშნეთ, რომ პრეზიდენტი არ იყოს ოპოზიციაში ხელისუფლებასთან. პრეზიდენტი არ შეიძლება იყოს არც ოპოზიციაში და არც პოზიციაში. პრეზიდენტი არ უნდა იყოს არც ერთი მხარე, არც პროსახელისუფლებო და არც პროოპოზიციური. ეს არის ერთ-ერთი ფუნდამენტი იმ სისტემის, რომელიც ჩამოყალიბებულია საქართველოში 2010 წლის ცვლილებების ამოქმედების შემდეგ. ანუ პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული და პრეზიდენტი არ უნდა იყოს ოპოზიციონერი, ანუ არ უნდა ქონდეს ჩვენ ის სურათი, რაც დღეს არის ჩამოყალიბებული. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მე დღეს არ მოვადგენ უმრავლესობას. კიდევ ერთხელ პრეზიდენტი არ უნდა იყოს არც პროსამთავრობო და არც ოპოზიციური სუბიექტი. და რა გარანტია გაქვთ აი ამ თქვენს მიერ შემოთავაზებული ცვლილებებით მაშინ? ასე მარგველაშვილი, მოდით თქვათ ეხა პირდაპირ ეთერში გულწრფელად არც პრეზიდენტს არ ეწყინება თუ ამას მე ვიტყვი, რომ მარგველაშვილი პრეზიდენტი გახდა ბიძინა ივანიშვილი, რომ ედგა გვერდით სწორედ იმიტომ მას პირდაპირ შეგვიძლია ამის თქმა. ანუ რა გარანტია გაქვთ, რომ თქვენს მიერ დანიშნულს თუ არ ვიტყვით არჩეული გნებავთ, როგორც თქვენ ამბობთ, პრეზიდენტი არ ჩაგიდგებათ ერთ მშვენიერ დღეს ოპოზიციაში, ისევ გუნდს, იმიტომ რომ მარგველაშვილის შემთხვევაში იყო ზუსტად იგივე. ბიძინა ივანიშვილმა გამოიყვანა ის ასპარეზი ბიძინა ივანიშვილმა უთხრა გუნდს, რომ მარგველაშვილი უნდა ყოფილიყო პრეზიდენტი და დღეს ის არის ღია ოპოზიციაში. ვთქვათ, ხვალ არის X ვიღაც, რამნიშნავს გუგული მაღრაძე, სიტყვაზე ვამბობ, ხდება ქვეყნის პრეზიდენტი, რომელსაც სთავაზობს საკონსტიტუციო უმრავლესობა ქვეყანას. ის რა გარანტია გაქვთ, რომ არ გახდება ოპონენტი? თავი პრობლემა როდესაც წარმოიშობა მაშინ, როდესაც სისტემა ლოგიკურად არ არის აგებული. ეს არის თავარი პრობლემა. დღეს სისტემა არის ალოგიკური. დღეს ლოგიკის თანახმად ქვეყანას უნდა ყავდეს არაპირდაპირი მანდატით აღჭურვილი პრეზიდენტი და სწორედ ის, რომ პირდაპირი მანდატით არის პრეზიდენტი აღჭურვილი ამ სისტემაში, განაპირობებს ამ პრობლემებს. თავარი პრობლემა, რაზეც ჩვენ საუბრობთ, რა არის, რომ გვაქვს სრული დისპროპორცია მანდატს და უფლებამოსილებებს შორის. არის სრული დისპროპორცია, რომელიც განაპირობებს იმას, რომ პრეზიდენტი ხშირად საერთოდ გადის კონსტიტუციური ჩარჩოდან, გუშინ აკაკი ბობოხიძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა გუშინ წინ თუ როდის იყო პარასკევის სხდომაზე პრეზიდენტს, რომ გასულიყო ის კანონის ჩარჩოებიდან, ეხელმძღვანელ არა კანონით, არამედ მისთვის პირდაპირ მინიჭებული მანდატით. აი ზუსტად ამაში მდგომარეობს, ასე ვიტყოდი, სიმახინჯე იმ სისტემის, რომელიც დღეს არის ჩამოყალიბებული, არის ძალიან დიდი უზარმაზარი დისპროპორცია მანდატსა, ლეგიტიმაციასა და ფუნქციებს შორის და სწორედ ამიტომ წარმოიშობა პრობლემები და თუ ჩვენ ამ დისპროპორციას დავტოვებთ, დისბალანსს დავტოვებთ, ზუსტად იგივე პრობლემას დავტოვებთ სისტემაში. ჩვენ ამ ყველაფერზე ვსაუბრობთ სიღრმისეულად. არც ერთი კონტრარგუმენტი, რომლითაც ოპონენტები დაასაბუთებდნენ, არც ერთი სიღრმისეული კონტრარგუმენტი, რომლითაც დაასაბუთებდნენ უპირატესობას პირდაპირი არჩევის წესის, ჩვენ არ მოგვისმენია. მე პირდაპირ თხოვე, იყო საერთაშორისო გამჭირვალობა ჩაატარა ამასინათ კონფერენცია ამ საკითხებზე, საკონსტიტუციო საკითხებზე. მე პირდაპირ კონფერენციის გახსნისას ვთხოვე ოპონენტებს, რომ მათ მოიყვანათ ერთი კონტრარგუმენტი მაინც, რომლითაც დაასაბუთებდნენ ისინი პირდაპირი არჩევის წესის უპირატესობას. ვერც ერთი არგუმენტი ვერ მოიყვანეს ამის ასარგებლოდ. შესაბამისად, ჩვენ ხელმძღვანელობთ იმ ლოგიკით, რომელზეც უნდა იყოს აგებული მთლიანად სისტემა და ეს ლოგიკა გვარნახობს ჩვენ ზუსტად იმას, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს ამ სისტემაში არჩეული არაპირდაპირი წესით. და მთავარი პრობლემა სწორედ ეს არის. უნდა იყოს
თანხვედრა პრეზიდენტის ლეგიტიმაციასა და მის ფუნქციებს შორის. სადაც ეს თანხვედრა არის უზრუნველყოფილი ევროპულ ქვეყნებში, იქ სისტემები, საპარლამენტო სისტემები მუშაობს უკეთესად, სადაც არ არის თანხვედრა, იქ ჩნდება პრობლემა. ბატონო ირაკლი, მოდით, თუ შეიძლება, დავაკონკრეტოთ უფრო მეტად. ეს ნიშნავს თუ არა პრეზიდენტის კონტროლს პირდაპირ, როდესაც უმრავლესობა დანიშნავს პრეზიდენტს. გადაწყვეტილებამდე უკვე მიხვედით მთელი კომისია, რომ პრეზიდენტის არჩევა მოხდება ირიბად და არა პირდაპირ და რომელი წლიდან დამიკონკრეტეთ. ანუ საბოლოოდ ჩვენ მივდივართ ამ სისტემამდე, რაც შეეხება ამოქმედების თარიღს, ამასთან დაკავშირებით საბოლოოდ ჩამოყალიბდება პარლამენტში პოზიცია. ჩვენ გავაჟღერეთ ჩვენი შეთავაზება, რომ ჯერ ჩადარდეს მომავალ წელს პირდაპირი არჩევნები და შემდეგ არაპირდაპირი არჩევნები იმისათვის, რომ პერსონალური ფაქტორი მოიხსნას და დაულოდოთ მოვლენების განვითარებას. ეს არის ჩვენი ანუ შეიძლება 2018-ისთვისაც მოხდეს ეს ირიბი არჩევა. თეორიულად ყველაფერი არის შესაძლებელი, ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიცია გაშღერებული, შეთავაზება გაკეთებული, რომ ჯერ იყოს პირდაპირი, შემდეგ არაპირდაპირი და რაც შეეხება არაპირდაპირი არჩევის წესს, აქაც საუბარი არა საპარლამენტო წესზე, არამედ გაფართოებულ წესზე, როცა ამორჩეულთა კოლეგია ირჩევს საქართველოს პრეზიდენტს. რაც შეეხება პრეზიდენტის კონტროლს, აი ჩვენ წარმოვიდგინოთ მომავალი წლის არჩევნები. დიახ. მომავალი წლის არჩევნები თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ან ვინ იქნებიან ძირითადი კანდიდატები, გვარებზე არ მაქვს აქ საუბარი, ვინ იქნებიან ძირითადი კანდიდატები და როგორ წარიმართება მათი კამპანია, შეგიძლიათ ეს წარმოიდგინოთ. გვარებზე შემიძლია ეხლავე გითხრათ ის რაც ჩემს ხელთ არის ინფორმაცია, პირველი რაც გამახსენდა ბიძინა ივანიშვილის ღარიბაშვილზე დაუსვეს კითხვა და მან თქვა რომ წინააღმდეგი არ იქნებოდა, მეორე საუბარი არის კალაძეზე, თუმცა მან კატეგორიულად უარყო ჩვენს ეთერში თქვა რომ ჯერ პენსიაზე გასვლას არაპირებს არა საინტერესოა მე აქვე უნდა გკითხოთ და იმიტომ ვთვლი ამ გვარებს მიუყვე ამ გვარებს თუ ვინმე სხვაზე არის საინტერესო გვარები არ არის ჯერ არ განგიხილავთ აი დაუშვათ კონკრეტული ვიღაც რომ ერთი იქნება მართველი პარტიის კანდიდატი ხო ქართული ოცნების კანდიდატი სხვა ვინ იქნება ამბობენ რომ ნაციონალური მოძრაობიდან სანდრა რულოვსი ევროპული საქართველოსდან ან ბაქრაძე და იმ დღეს უგულავამ ამ სტუდიაში თქვა რომ არ არის გამორიცხული რომ უგულავაც იყოს კანდიდატი ანუ ძირითადი კანდიდატები იქნებიან ვინ თქვენი გუნდის ევროპული საქართველოს ნაციონალური მოძრაობა ნინო ბურჯანაძემ ჩვენ სტუდიაში თქვა რომ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ანუ შეიძლება ბევრი კანდიდატი იყოს ანუ თქვენ ჩამოთდა პლუს გიორგი მარგულაშვილი რომელიც მაღალი ალბათობით ასევე მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში და არ ვიცი ჩვენ ეს არის პრეზიდენტის გადასაწყვეტი ყოველ შემთხვევაში ისიც უნდა განვიხილოთ ბუნებრივი ერთ-ერთი სავარაუდო კანდიდატად არის მოქმედი პრეზიდენტი თქვენ ვინ ჩამოთვალეთ გვარები და არა მარტო გვარებზე აქვს საუბარი ნებისმიერი კანდიდატი რომ წარმოიდგინოთ ამ სუბიექტების მიერ დასახელებული მათ შორის ქართული ოცნების მიერ დასახელებული საყოველთაო არჩევნებში თითოეული მათგანი არის პარტიული ლიდერი დიახ თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ მათი ზეპარტიული პრეზიდენტობა არჩევნების შემდეგ? ეს მე უნდა მეკითხა თქვენთვის, თუ თქვენი გუნდი წარმოადგენს კანდიდატურას და მერე უმრავლესობა საკონსტიტუციო უმრავლესობა ან გაფართოებული წესით მას აირჩიოთ პრეზიდენტად, მაშინ რანაირად გამოვა ის ზეპარტიული? ანუ საუბარი იყო ოპონენტები ამბობდნენ რას, რომ არაპირდაპირ წესით არჩეული პრეზიდენტი ვერ იქნება ზეპარტიული, იქნება დამოკიდებული მართულ პარტიაზე. თქვენ წარმოიდგინეთ არჩევნები ძალიან დიდი ალბათობით და თითქმის გარანტირებული ალბათობით გაიმარჯვებს ამ არჩევნებში ქართული ოცნების კანდიდატი და გაიმარჯვებს როგორ? გაიმარჯვებს იმ პირობებში, რომ დაიხარჯება მილიონობით ლარი საარჩევნო კამპანიაზე, ბუნებრივია ასე დროს პარტიის მიმართ, ასე თქვათ, პასუხისმგებლობის ხარისხი ნებისმიერი კანდიდატის არის ბევრად უფრო მაღალი, ანუ თუ საუბარია პარტიაზე დამოკიდებულებაზე, პირდაპირ არჩევნების პირობებში პარტიაზე ბევრად უფრო მეტად არის დამოკიდებული ბუნებრივია არჩეული პრეზიდენტი. იგივე იქნება ოპოზიციური პარტიის მიერ წარდგენილ კანდიდატთან მიმართებით. ანუ მთავარი არგუმენტი რაც აქვთ ჩვენს წინააღმდეგ ოპონენტებს რომ პრეზიდენტი უნდა იყოს პარტიულად ნეიტრალური და ამიტომ უნდა ავირჩიოთ პირდაპირ წესით, ზუსტად საპირისპირო მოვლენასთან გვექნება საქმე. თუ ჩატარდება საყოველთაო არჩევნები, სადაც პარტიებს ეყოლება თავიანთი ლიდერები წარმოდგენილი კანდიდატებად და თუ ისინი დახარჯავენ მილიონებს ამ კამპანიაში და თუ კანდიდატები
კამპანიის წარმოების დროს გამოვლენ ან ხელისუფლების ქებით, ან ხელისუფლების მწვავე კრიტიკით, ამ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ კიდევ ერთ სიმახინჯეს, რომელიც იქნება ასწავლილი იმ ლოგიკას, რომელიც არის დღესაც ჩამოყალიბებული კონსტიტუციაში და რომელიც ხვალაც უნდა იყოს ჩამოყალიბებული კონსტიტუციაში. ამას ქვია ხოთა მაშინ განმიმარტეთ, მოდით მე არ შეგაწყვეტინებთ, აი ხა თუ შეგიძლიათ დაგისვამთ კითხვას და განმიმარტეთ, როგორ მას თუ არა პარტიული და საკონსტიტუციო უმრავლესობის არჩეული პრეზიდენტი, მას როგორ იქნება ირიბი წესით არჩევა, კიდევ ერთხელ ამავე პასუხში, ანუ არ გამოვრიცხოთ, რომ 2018-ში უკვე მოხდეს ეს? თეორიულად ყველაფერი შეიძლება, მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესი, თეორიულად ყველაფერი შეიძლება, ჩვენ გვაქვს ეს შეთავაზება გაკეთებული, რომელიც გულისხმობს ორსაფეხურიან, ასე ვთქვათ, გადასვლას. მომიხევით მაშინ როგორი უნდა იყოს ეს არჩევნები, რომ მე ერთმა მოქალაქემ არ ჩავთვალო, რომ თქვენ მინიშნავთ და არა მე ვირჩევ. მე სუბიექტურად ვიქნებოდი იმის მომხრე, რომ მომავალ წელს გადავიდეთ უკვე არაპირდაპირ არჩევნებზე. რატომ? იმიტომ რომ ამ სისტემაში უფრო ლოგიკური და უფრო სწორი არის ზუსტად ასეთი არჩევის წესი. თუმცა კიდევ ერთხელ ჩვენ ვითვალისწინებთ სუბიექტურ ფაქტორებს და ამის გამო ვსაუბრობთ, ამის გამო ვაკეთებთ შეთავაზებას, რომ ხომარჯობია ჯერ იყოს პირდაპირი, შემდეგ არაპირდაპირი, თორე ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ბევრად უკეთესი იქნებოდა უკვე გაისად მომავალ წელს პრეზიდენტის არჩევა არაპირდაპირი წესი. მაგრამ არც გამოვიწყოთ. რომ შეიძლება სანამ კომისია დაასრულებს მუშაობას მიიღოთ ეს გადაწყვეტილება, რომ 2018-ში უკვე შეცვლილი წესით ავირჩიოთ. ზოგადად ჯერჯერობით ნორაფერს გამოვიწყოთ. ანუ ეს არის საერთო სურათი, რაც შეეხება როგორი უნდა იყოს პრეზიდენტი ამ სისტემაში. პრეზიდენტი უნდა იყოს კიდევ ერთხელ ნეიტრალური არბიტრი, ზეპარტიული ფიგურა და ის უნდა იყოს არსებითად აკადემიური ფიგურა. ასეთები არიან პრეზიდენტები საპარლამენტო სისტემებში, იქ სადაც პრეზიდენტები არიან არაპირდაპირი წესით არჩეული. ასეთები არიან გერმანიაში, ლატვიაში, ესტონეთში და სხვა ქვეყნებში. გამახსენდა ეხა ბიძინა ივანიშვილმა რო თქვა პირველად და ძალიან აქტიურია ამ კომისიაში და ერთ მშვენიერ დღეს ხო არ შეიძლება უცებ აი გაწონასწორებული აკადემიური როცა ამბობთ რომ მართლა ვახტანგ ხმალაძე გახდეს ჯერჯერობით ნადრევია ბუნებრივია კანდიდატებზე საუბარი, ამასთან დაკავშირებით ალბათ მომავალ წელს გააქტიურდება მშენებლობა, თუმცა ზოგადად კიდევ ერთხელ საპარლამენტო სისტემას უხდება აკადემიური ტიპის კანდიდატი. მაშინ როდესაც პირდაპირ არჩევნების პირობებში ბუნებრივია აქცენტი უნდა გაკეთდეს, ჩვენს აქცენტი ბუნებრივია ეცვლებით უნდა გავაკეთოთ ქარიზმატულ კანდიდატზე. ქარიზმატულიც არ არის თავისთავად ცუდი, თუმცა ქარიზმატულ კანდიდატს აქვს თავისი ამბიცია, რომელიც შეიძლება იყოს იმაზე მეტი, ვიდრე არის განსაზღვრული კონსტიტუციით. თავარი რა არის, რომ თავარი არის იყოს თანხwebdra კონსტიტუციურ რეგულაციებს, სისტემასა და მეორე მხრივ ამბიციებს, როლსა და ამ შემდეგ შორის. ცოტა გადაბრუნებული ტვინი მაქვს და მაინც ასე მესმის, რომ ანუ არ უნდა იყოს აცდენა უმრავლესობის ნებასთან პრეზიდენტის. მაგაზე არ არის საუბარი, კიდევ ერთხელ საუბარია რაზე, რომ პრეზიდენტს აქვს დღესაც კონკრეტულად განსაზღვრული როლი, ეს როლი არის ნეიტრალური არბიტრის როლი, ზეპარტიული ფიგურის როლი, ეს არ არის, ეს არ უნდა იყოს პოლიტიკური ფიგურა, უნდა იყოს საზოგადო მოღვაწის ტიპის, ასე ვთქვათ, ადამიანი პრეზიდენტი. ამაზეა საუბარი. ისე დახასიათებას აკეთებთ რაღაც კონკრეტული ადამიანის. ანუ ჩვენ ვასაბუთებთ, რატომ ჯობია არაპირდაპირი არჩევნები, პირდაპირ არჩევნებს. არგუმენტები არის რკინის, არის ძალიან მყარი და ვერც ერთი კონტრარგუმენტი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვერ დაუპირისპირეს ამ არგუმენტებს, რომელიც ზუსტად ასაბუთებს იმას, რომ უმჯობესია ამ სისტემაში პრეზიდენტი იყოს არაპირდაპირი წესით არჩეული. ეს მხოლოდ ზედაპირული არგუმენტები საუბარი, რომ ვართმევთ ხალხს უფლებას, გამოდის, რომ არც გერმანიაში არ ემეტებათ ხალხისთვის პრეზიდენტის არჩევის უფლება. მაგრამ თუ ქართველები უნდა რომ იყოს ასეთი ქარიზმატული, ემოციური, დაუშვათ რაღაც განსხვავებული ტემპერამენტის პრეზიდენტი, რატო უკლავთ ამის სურვილს და უკვე რატო გვიხალიბებთ, რომ უნდა იყოს გაწონასწორებული არაქარიზმატული. საპარლამენტო სისტემა ნიშნავს რას, რომ ტემპერამენტი, ქარიზმა და ყველაფერი უნდა იყოს წარმოდგენილი იმ ძირითად კონსტიტუციურ ორგანოებში, სადაც განისაზღვრება პოლიტიკა და სადაც აღსრულდება პოლიტიკა. ასეთი ორგანო არის ორი. ეს არის პარლამენტი და ეს არის მთავრობა. ეს არის სისტემის არსი, ანუ ქარიზმა, ტემპერამენტი და ენერგია, ყველაფერი უნდა იყოს ჩაქსოვილი ამ ორ სუბიექტში. ყველაფერი დანარჩენი პრეზიდენტის როლი არის ნეიტრალური არბიტრის როლი. არ შეიძლება რომ არბიტრი წარმოიდგინეთ ფეხბურთში, რომ არბიტრი იყოს, ასე ვთქვათ, ზედმეტად ენერგიული და მას რომ სურდეს თამაში მონაწილეობა. ზუსტად ამასთან გვაქვს საქმე ჩვენ და ამის ერთ-ერთი მთავარი, თუ არა მთავარი განმაპირობებელი მიზეზი არის ის, რომ ძალიან დიდი დისპროპორცია ლეგიტიმაციასა და ფუნქციას შორის. ანუ პრეზიდენტი
არის ნეიტრალური არბიტრი არ შეიძლება იყოს თამაშის მონაწილე და დღეს თუ პრეზიდენტი არის თამაშის მონაწილე თუ თვითონ ასთვის აუწს კუთხურს ეს ზუსტად იმის ბრალია რომ რაღაცა არის დარღვეული სისტემის ლოგიკაში და ეს რაღაც არის ზუსტად პირველ რიგში პრეზიდენტის პირდაპირ არჩევის ირაკლი ერთი კითხვა მინდა დაგისვათ მე ძალიან საგულისხმოდ მომეჩვენა ეხლა თქვენს მიერ ამდენჯერმე გაკეთებული მინიშნება რომ არ არის გამორიცხული რომ ეს ცვლილება სულაც 2018-ის საპრეზიდენტო არჩევნებისას განხორციელდეს არ ვიცი რამდენად მოგეწონებათ ეს კითხვა მაგრამ მოდით დაგისვამთ იმიტომ ხომ არ ჩქარობს გუნდი რომ შეიძლება 2018-შივე ასეთი ცვლილებით ავირჩიოთ პრეზიდენტი რომ აღარ გაქვთ იმის იმედი რომ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებსაც მოიგებთ საკონსტიტუციო უმრავლესობით უკვე როგორც პოლიტიკური ძალა მმართველი ძალა უკვე მობერებული იქნება ქართული ოცნება შემდეგი არჩევნებისთვის და ბარემ ეხლავე თქვენი პრეზიდენტი რომ გაიყვანოთ ამიტომ ხომ არ ჩქარობ თუ მეორე დავასრულებ თუ შეიძლება არც თუ ისე დიდი ხნის წინ თქვენ დაემუქრეთ პრეზიდენტს რომ მარგველაშვილს რომ თუ ის ამ ტონალობაში გააგრძელებდა საუბარს პარლამენტის ბიუროზე გააკეთეთ თქვენ ეს განცხადება, მაშინ არ იყო გამორიცხული, რომ სულაც 2018 წელს უკვე მიგეღოთ პრეზიდენტის არჩევის შეცვლილი წესი. ამიტომ ხომ ამ ორი ვერსიიდან გამომდინარე, ამიტომ ხომ არ ფიქრობთ, რომ აი უკვე მომავალ წელს თქვენ ირიბად დანიშნულ არჩეული პრეზიდენტის შემოგთავაზ. რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით და ამ თემაზე გავაგრძელებთ საუბარს.